ივანიშვილის საპარლამენტო შემადგენლობა 30 ივნის პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმჟელებს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია მე-11 მოწვევის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება ოპოზიციური პარტიების მსგავსად 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს. ამასთან მათ სხვა პარტიებისგან განსხვავებით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერიათ და არც საარჩევნო სია ჩაუხსნიათ. პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით გახარია საქართველოსთვის წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება. მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმ შესაძლო დანაშაულს, რომელიც მას აქვს ჩადენილი. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მექანიზმები, შეიძლება ის იქნეს გამოყენებული, მაგრამ ეს პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი არ არის, რამდენად დამნაშავეა ჩვენ რაც არ უნდა არგუმენტირებული მასალები დავდოთ, საბოლოო ჯამში ეს გამოძიებამ უნდა თქვას და გამოძიების შემდეგ კიდევ სასამართლოს. შეუჩერდება თუ არა შესაბამისად იმუნიტეტიც იმ შემთხვევაში თუ კი იგნორს უკეთებს პარლამენტს არ დადის სამსახურში, არ მუშაობს, რეგლამენტი უნდა დაიცვას ყველამ. მე დავარქვი ერთხელ რეგლამენტი და დავისაჯე, მაგრამ ეს ის დარღვევა არ იყო, რომელიც თქვენ გაგიხარდებოდეთ. გულენად გამეცინა დღეს მათიკაშვილის განცხადებაზე, რომ თითქოს ჩვენი გასცენების მიზეზები უნდა მოიკულიოს. არანაირ შატალოზე არ ყოფილვართ, კიდევ ერთხელ მათ ვეტყვი და ეს იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავალს სჭირდება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ამ ქვეყანას რომ არ აქვს ის მომავალი, რომელიც კონსტიტუციით არის გაწერილი, ესეც ძალიან კარგად იციან შესაბამისად, რაც ერთიც უნდათ ის შეუძლიათ მათ ჩაატარონ.